გვიყვარს სხვა ცივილიზაციების ისე წარმოდგენა, რომ მათ წარმატებით დაძლიეს ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვწვით, მაგრამ არ შეგვიძლია ასე ვისხდეთ და არ ვიკვლიოთ. ასეთია ადამიანის ბუნება. პირველ რიგში უნდა არსებობდნენ სხვა კომუნიკაციური არამიწიერი ცივილიზაციები. შემდეგ კი ჩვენ მათთან ერთდროულად უნდა ვარსებობდეთ და როგორღაც შევძლოთ კონტაქტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სხვა კომუნიკაციურმა არამიწიერმა ცივილიზაციამ უკვე დააფიქსირა სიცოცხლე დედამიწაზე, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ფილტრის ან რაიმე ბუნებრივი კატასტროფის, მაგალითად სუპერნოვას აფეთქების შედეგად ამოწყდნენ. ამას ვერასოდეს გავიგებთ. იქნებ კაცობრიობა დიდხანს გადარჩეს. შეიძლება დედამიწა სიცოცხლისთვის არახესაკველი გახდეს და კაცობრიობა მარსზე ან სხვაგან სადმე შეძლოს გაქცევა. მაგრამ შეიძლება თუ არა კომუნიკაციურ ცივილიზაციად ჩავთვალოთ დიდი ხნის მკვდარი პლანეტა, რომელზეც ოდესღაც ჩქეფარე სიცოცხლის გაუბედურებული შთამომავლობა აგრძელებს არსებობას. ასტრონომთა ორი ჯგუფი კოსმოსში შეტყობინებათა გაგზავნას აპირებს იმის იმედით, რომ შეძლებენ კომუნიკაციის დამყარებას ნებისმიერ იმ გონიერ სიცოცხლესთან, რომელმაც შეიძლება ეს სიგნალები დააფიქსიროს. უცხო პლანეტელთათვის მიზანმიმართულად გაგზავნილი ამ შეტყობინებების გარდა უკვე თითქმის საუკუნეა კოსმოსში ჟონავს სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის სიგნალებიც. ამ დროისათვის არამიწიერ ცივილიზაციებთან შეტყობინების გაგზავნას რაიმე საერთაშორისო ორგანო არ არეგულირებს. შესაბამისად, შეშფოთებათა მიუხედავად, თუ რა იგზავნება დედამიწელების სახელით დედამიწიდან, ექსპერიმენტები გრძელდება.